ეს იქნება შუამავალი რგოლი სკოლასა და ციხეს შორის. ასე ახასიათებენ განათლების სამინისტროს თანამშრომლები სპეცსასწავლებელს, რომლის შექმნის იდეა გასულ კვირას გახმაურდა. ძნელდახსაზრდელების იზოლირებული სკოლის პროექტი ჯერ არ არსებობს, მხოლოდ შესაბამისი კვლევის შედეგად გაირკვევა, საჭიროა თუ არა ასეთი სასწავლებელი. პრობლემურ ბავშვს, რომელიც ხელს უშლის თანაკლასელებს და რომელსაც ვერ იმორჩილებს მასწავლებელი, სკოლა რეკომენდაციას გაუწევს და შუალედურ რგოლში გააგზავნის. იქ სადაც ყველა მისნაირი იქნება. ცუდი ბიჭები, როგორები არიან ისინი სკოლაში და როგორები შეიძლება გაიზარდონ. დროების ჟურნალისტი თია ადეიშვილი შეხვდა მათ, ვინც პრობლემებს დღეს ქმნის და ცნობილ პიროვნებებს, რომლებიც თავის დროზე საკმაოდ ძნელად ახსაზრდელები იყვნენ. ჩაკავების ქუჩა, რომელსაც ჩვენთვის როგორ. ბიჭების უმეტესობისათვის ძნელი დასათმობია ქუჩა, რომლის გაფეტიშება ხშირად კლავს ნიშს. ქუჩაზე და თავის თაობაზე 15 წლის ზუკა ყვება პატარა წიგნში თბილისი, რომელიც დღემდე წინა თაობის იდეალებით ცხოვრობს. ქუჩა, იარაღი, გარჩევები და ხშირად გაუაზრებელი მკვლელობები. ბიჭურ მოთხრობებად ქცეულ რეალურ ისტორიებს ნამდვილი გმირები ჰყავს. ბავშვები, რომლებიც ჩვენს თვალწინ ცხოვრობენ და იღუპებიან. ტოვებენ ისტორიებს და აკრძალული ხილით ბავშვურ გატაცებებს გლობალურ ქსელში ავრცელებენ. ბავშვები ეგრეთ წოდებული თავის საზრით უკეთებენ რეკლამას, რომ რაც პროზე მეტი იარაღი, მუხარა და ასე შემდეგ. მაგის უკეთესია საიტი, ეს რაღაც ახალი ფილმია საიტი. საძმოების და გასული დღეების თინეიჯერული ისტერიის შემდეგ განათლების სამინისტროში ახალი იდეა მომწიფდა. იდეაში ალტერნატიული სკოლა დანაშაულის გარეშე ძნელად ახსაზრდელთა გამოსასწორებლად უნდა შეიქმნას. იქ საქართველოს სხვადასხვა სკოლებიდან თავმოყრილი ცუდი ბიჭები დილიდან საღამომდე ერთ შენობაში იქნებიან. ფსიქოლოგების დაკვირვების ქვეშ ისწავლიან და გამოსწორდებიან. იდეალურ იდეას პროკურატურა, პოლიცია და განათლების სამინისტრო ერთად ამუშავებს. ბავშვებთან მიდგომის პრინციპი კი ნაცნობია და ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენმა პრეზიდენტმა დიდებზე გაავრცელა. შემოგვაქვს ესეთი ცნება, ნულოვანი ტოლერანტობა. ეს არის საქციელი, ანუ ქცევა, ისეთი ქცევა, რომელსაც შეხავათი არ ვრცელდება. ანუ ეს არის იარაღის ტარება, ალკოჰოლის მოხმარება, ეს არის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, გავრცელება, შენახვა და ეს სკოლა, როგორც ასეთი მოიაზრება, ეს არის შუამავალი რგოლი სკოლასა და საშელახსოვრების დეპარტამენტის დაწესებულებას შორის. ჩვენგან იყვნენ შორს. იცით, ძალიან ძნელია, როდესაც ჩემს გვერდზე არის ყველი, მე დავდივარ, მე ვარჯიშობ, ვსწავლობ და ის მე ხელს მიშლის. მე ვფიქრობ, ჩემთვის მე პირადად არ მომწონს ეს ხელს მიშლიან და ასე ფიქრობს 51 სკოლის სპორტსმენი. ლევანი თანატოლთა ცუდ და კარგ ბიჭებად დახარისხებას ორივე ხელით მიესალმება. მისი მეგობრის ბაბუას კი თვითონ ტერმინი რთულად ახსაზრდელიც გადაჭარბებულად მიაჩნია. დამდგებელმა ინდივიდუალურად იმუშაოს ეგრეთ წოდებულ ძნელად ახსაზრდელ ბავშვებთან და ასეთი კერძო დაწესებულების სასტიკი წინააღმდეგი ვარ, იმიტომ რომ ბავშვი კარგავს კოლექტიურ ბრძნობას. მეგობრებთან, ამხანაგების ურთიერთობასთან მე წინააღმდეგი ვარ, როგორც ხუთი შვილის ბაბუა. ეს ცუდი ბიჭები უნდა გავხდეთ უკეთილები, თორე გაიღუპება საქართველო რა. აი ეს არის ყოჩი. ნიკა ცუდი, ანუ კაი ბიჭია. ზომაზე მეტად ცელქი, სხვებზე ცნობის მოყვარე და უფრო ხმაურიანი ვიდრე სკოლაშია მიღებული. 53-ლები გამორჩეული თვისებების გამო მას კარგად იცნობენ. დანაკა? არა. იარაღი? არა. აი თქვენი არა? არა, იარაღი ხელში არ წერია ჩემს. არა, ხოს რა იარაღი არ ვიცი როგორია. კლასეთები? არა. იცი? არა, სიგარეტა თავი. და იცი როგორი ბავშვები პატარლე? სმენია? აი როგორი? ძველი ბიჭები. აი არა ვარ ძველი ბიჭი, პატიოსანი ბიჭი ვარ ბიჭო. ჩემი ცხოვრებით ცხოვრობ ეხლა რა ვქნა მეტი. სკოლას არაფერს არ ვხები, თუნდაც არაფერს არ ვაკეთებ და რა. არ ვასწრებ. ნიკას და მის თანამოაზრეებს ზალ სამადაშვილი ძნელად ახსაზრდელთა სკოლაში გასაგზავნად რეკომენდაციას მაინც არ გაუწევს. ასეთ ბავშვებთან ურთიერთობა არ აშინებს, ფიქრობს, რომ სწორი მიდგომის შედეგად 53 სკოლა ბოლო პერიოდის დაძაბულობას მშვიდობიანად გადაურჩა. ესენი არიან ის თაობა,
რომლებიც დაიბადნენ 92-93 წლებში. ან უკითხაობა და ძალადობა შეისხლწეს დედის ძესთან ერთად. ისეთ დროს, ისეთ ვითარებაში, ისეთ გარემოში დაიბადნენ, რომ ჰაერიც კი ამით იყო გაჟღენთილი, ხო? წერალ დირექტორს ალტერნატიული სკოლის შექმნაზე უფრო მეტად იქ მომუშავე პედაგოგების კვალიფიკაცია და კატეგორია აშინებს. ვინ ხვდება იმ შენობაში? ვინ დახვდება იმ შენობაში? აი მოდი იმაზე ვიფიქროთ რა. და თუ მაინც აი მან უნდა შეგვაშინოს უფროსმა. თორე ამათი ჯერთი არ უნდა გვეშინოდეს. რატო? ეს კადრები ყველასთვის ცნობილი ოპერიდანაა. უბრალოდ ტექნიკურმა პროგრესმა და სისტემის მოშლამ ანარქიული პროცესები უფრო ხილული გახადა. ბავშვები მხოლოდ მასწავლებლის კი არა, უკვე მასწავლებელთა მასწავლებლის შეცდომებსაც თამამად აღბეჭდავენ და ავრცელებენ. შეცდომა, რომელიც მობილური ტელეფონით არის გადაღებული, არც მეტი არც ნაკლები თავად განათლების მინისტრმა კახალ ომაიამ დაუშვა. ზუკა დიდების შეცდომებზე წერს, თუმცა უფრო ხშირად მათი აღზრდის შედეგებზე. სკოლის ბიჟაზე კი ისევ თანატოლების პრობლემებს არჩევენ. სკოლა, ანუ კარგი მოსწავლე, ასეთი ბიჭების სინონიმია. ვინც გაკვეთილს ხშირად არ აცდენს, კარგად სწავლობს და ბევრს კითხულობს. მაგრამ ასეთები ცუდ ბიჭებზე სხვაგვარად ფიქრობენ. თანატოლის იზოლაციას ისინი მაგალითის მიცემით უპირისპირდებიან და მათ გარეშე ყოფნას მათთან ერთად პრობლემები ურჩევნიათ. ურთიერთობა არ მიჭირს როგორც ასეთი. აი საერთო ენის გამონახვა შეიძლება მათთან, მაგრამ მათი ერთად შეკრება გამოიწვევს ცუდ შედეგს. ვინაიდან მათ არ ექნებათ მაგალითი, ისინი ყველა ერთად თუ იქნებიან, არ ექნებათ მაგალითი, ვის მიბაძონ. ეს ადამიანების გადახარისხება კარგად და ცუდად და მე ცალსალკე დაალაგება, რაც არ არის სწორი მიდგომა და ალბათ ესე არ უნდა ხდებოდეს. იმიტომ რომ რაც ეს ხალხის იზოლირება საზოგადოებიდან და სხვა გამოყოფა საერთოდ მაინც არ არის სწორი და ალბათ ნაწილობრივ მაგათი უფლების დარღვევაც გამოდის. სადაც შენ მეგობრებთან, რომელთან პირველ კლასიდან ერთად მოდიხარ და იმასთან დააშავებ, აი იქ რო უცხო კაცთან ერთად იქნები სკოლაში, იქ ვერ შეეწყობი, უსტანხმოება მოგივა, სკოლაში არ იჩხუბო, შეიძლება მაგრამ სკოლიდან გამოხვალ და იქ მოხდეს ყველაფერი. ასეთი სკოლა პირიქით გაზრდის დამნაშავეთა რაოდენობას. იქედან უფრო გააცნობენ ამ ძნელად აღსაზრდელ ბავშვებს ერთი მეორეს, შეიქმნება უფრო დიდი გუნდი, ამიტომ საზოგადოებისაგან ამათი გარიყვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ძალიან დიდი წინააღმდეგია. ისეთ კლასს რა უთხარი, სადაც არც ოროსანი იქნება, არც ძნელად აღსაზრდელი იქნება და არც რთული ბავშვი იქნება. განათლების სამინისტროს ჯერ ჩამოუყალიბებელ დაწესებულებას ბავშვებმა უკვე დაარქვეს დღის კოლონია. თუმცა თავად სამინისტროში ჯერ არ არსებულ სკოლას შვებას უწოდებენ. ეს ალტერნატიული სკოლა კიდევ ვიმეორებ, ჯერ არ ვიცით, იქნება საქართველოში თუ არ იქნება, მაგრამ გარწმუნებთ რომ ეს არ არის დღის კოლონია. ეს არის დაწესებულება, ეს არის შვება ამ ბავშვისათვის, ეს არის შვება ჩვეულებრივი სკოლის ბავშვებისათვის და ეს არის შვება მშობლისათვის. გურგენიძეების ოჯახში, სადაც 4 ბიჭი იზრდება, მუშტის და კუჩური პრობლემების პერიოდიც იყო, თუმცა მშობელთა დროულმა ჩარევამ და აღზრდის სწორმა პოლიტიკამ ტყუპები ზუკა და გიოშ ფოთიან ქუჩას მოწყვიტა. გურგენიძეები იმ პერიოდს ახლა წარსულში ეხსენებენ, თუმცა ბიჭებს ქუჩით ტრაბახი მაინც და მაინც არ უყვართ. მარიკა კი დარწმუნებულია, რომ ჩვენი შვილების სწორ გზაზე დადგომა მშობლის და უფლის ნებაა. რო შეხებოდა ეს ყველაფერი ჩემ ოჯახს, არაფრით არ გაუშვებდი ალბათ რთულად აღზრდელ კოლონიაში, მაგრამ სკოლაში თუ გინდ სკოლა იყოს არ გაუშვებდი, მაგრამ ნუ წავიყვანდი ჩემ შვილს რომელიმე მონასტერში, ჩავაბარებდი რომელიმე მამაოს. ეკლესიას ახალი სკოლის ახალ იდეასთან თავისი დამოკიდებულება აქვს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით ცელქ ბავშვებში განსაკუთრებული ენერგიაა. მთავარია მათთან მიდგომის და მათი აღმოჩენის ხერხები ვიცოდეთ. ჩვენი ბავშვები ყველა ერთად უნდა იყვნენ და ერთად უნდა სწავლობდნენ. საქმე იმაში არის, აი როცა ჩვენ ვხედავთ ასე თითქოს ძნელად აღსაზრდელ ბავშვებს, სინამდვილეში მათში არის
მომატებული ენერგია და ჩვენ უნდა მივცეთ გზა, მივცეთ რაღაც ისეთი რჩევა და ხშირ შემთხვევაში ასეთი ძნელად აღსაზრდელი ბავშვები გამოდიან გენიალური ადამიანები და სამშობლოსათვის ძალიან საჭირო ადამიანები. ჩვენი სკოლის დირექტორი იყო ბატონი უჩა მეტრეველი, როგორ მახსოვს. მე როგორ ვაწვალებდით ამ კაცს, რა ვიცი. ცუდად ვიქცევოდით ყველანი, ცუდად, მართლა ცუდად. მოუსვენარი და რთული ბავშვი მერე მსოფლიო ბანი გახდა. პაატა ბურჭულაძე ახლა ახალ საქველმოქმედო იდეაზე მუშაობს, მაგრამ არა ვიწყდება დრო, როცა მოჭარბებული ენერგიის დასახარჯად რაგბის ბურთით დარბოდა. ერთხელ დედაჩემო ბურთი რომ მივიღე და რომ გავარბოდი, ტრიბუნიდან დამიძახა, პაატა ეხლავე გააგდე ბურთიო, როცა მომძებდა ერთი 10 კაცი. და მე მოვიდნენ ჩემთან მშობლები ამის მერე და მითხრეს რომ რა ვიცი შენ მოდი იცელქე და რაც გინდა გააკეთე, ოღონდ რაგბის მივითამაშე. მე ხა ხო ოპერის მომღერალი ვარ. მე მაგალითად დღეს რომ მყავდეს აი ახალგაზრდები რომ დამისვათ. აი შეიძლება 7 წლის ბავშვმა დაჯდეს ოპერაში და ოპერა ბორის გოდუნოვს სერიოზულად მოусმინოს. მე ვფიქრობ ეს არის საშინელება. ხაშიპარი! ბურნუთ რადიოზე დაიყენეთ მები? გიო ხუთიშვილის ბავშვობა ძნელად ახსაზრდელთა სკოლის ნამდვილი კანდიდატურაა. კინოს სარეჟისოროზე ვაბარებდი 16 წლის ვიყავი. ოღონდ აი კიდე სკოლიდან მივედი და მინდოდა რომ რაღაცა მასწავლებლისთვის რაღაც დამედო, ჭიკარტიან რაღაც. რა ყველაფერს თავის ასაკმა. დღეს კი არ უყვარს, როცა ვინმე ძველბიჭური ტრადიციებით და ქუჩის ინსტიტუტით ამაყობს. ყველასათვის საყვარელი მომღერალი დღეს სამაგალითო თანამშრომელი და მამაა. ისე რომ ძნელად ახსაზრდელთა სკოლის დახმარება არ დასჭიროებია. ბავშვებს კი, ვისაც გული ქუჩისკენ მიუწევს, ასეთ რჩევას აძლევს. იმ დროსაც ცუდი იყო ქუჩა. მერწმული რა. ქუჩა არის ცუდი. არც ერთი ინსტიტუტი არის კარგი თეატრალური, ინსტიტუტი არის კარგი უნივერსიტეტი, ინსტიტუტი არის კარგი აკადემია. სამხატვრო არ არის ქუჩა ინსტიტუტი რა მერწმული რა. იმიტომ რომ შეიძლება ისი აიყოლიოს ქუჩა, რომ ყველაფერი დაკარგოს. და თუ არ გაიარა ბიჭმა ქუჩა რო იძახია, ის ბიჭი არ არის რა ბიჭი რა. დღეს ძალიან კარგები ერთ დროს კი ცუდი ბიჭები ფიქრობენ, რომ თაობათა შორის ბრძოლა მხოლოდ თანაგრძნობით და სწორი დამოკიდებულებით დაიძლევა და არა ულტიმატუმის და დაშინების ენით. თაობა, რომელიც არ უნდა დაიკარგოს, ახლა ჩვენს თვალწინ იზრდება და ვითარდება. უშვებს შეცდომებს და აღწევს წარმატებებს. ვინც ახლა ცხოვრების ყველაზე ფაქის ფაზას გადის, ცუდი ანუ კაი ბიჭის იმიჯს მომავალში აუცილებლად ირონიულად გადმოხედავს. ხორგემ ფრება ეს. აი, მე ძალიან